მოგესალმებით. ამჯერად ვიმყოფები არკანზასში და საკმაოდ ისეთი ცხელი დღეა. ეს ტემპერატურა 38 გრადუსია. მაგრამ მამის მიუხედავად არ მეზარება რომ ეს შანსი მომეცა რომ ეს მანქანა ავიყვანე კერძო პირისგან რომელიც ახლა უნდა გაჩვენო. და უბრალოდ აქ შემოვიდი რესტარიაზე, მანქანების გადაცვლა მომიწია, თანმიმდევრობით ესე ვთქვათ. თანმიმდევრობით დამეყენებინა ტრაილერზე, რომ დელივერის დროს არ მეწვალა. და ეს შანსი გამოვიყენე და მე მინდა გაგაცნოთ, მე პირველად მაგ შეხება ამ მანქანაზე 2017 წლის Fiat Arbat ესე, ანუ Speeder ქვია მეორე ნაირად, როგორც მიწერია ესე ვთქვათ პროგრამაში. Ρίცა ავიყვანე ეს მანქანა და მინდა გაჩვენოთ ეს მანქანა დეტალურად. ძალიან დახვეწილი მანქანაა და ვიტყვი იტალიერები, ოდეშით იტალიერები არ არიან ესე ვთქვათ. არავის არ ჩამორჩებიან სერიოზული ესე ვთქვათ ავტო წარმოება აქვს და ესე ვთქვათ ისტორია აქვს ავტო წარმოების. წარმოგიდგეთ ჩვენს ესე ვთქვათ ლამაზ მას მე ესე დავარქმევდი ფერიდან გამომდინარე თეთრი ფერის არის. თეთრი ფერია, მარგალიტი არ არის. მაგრამ საკმაოდ უხდება ეს ფერით და საკმაოდ ძალიან დახვეწილი მოდელია და მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც 4000 მაილი აქვს გავლილი ამ მანქანას, მიუხედავად იმისა რომ არის 2017 წლის გამოშვება. საკმაოდ ესეთი ოჯახიდან წამოვიყვანე, ძალიან მოწესრიგებული ოჯახი იყო და თელი სული და გული გამოაყოლეს ამ მანქანაზე, ანუ დედამ გაუგზავნა შვილს, როგორც ესე ვთქვათ, როგორც მითხრა ეს მანქანა და ალბათ ენანება რომ დაენანება ამ ქალბატონს ეთქობა იცის რომ ცოტა ანუ ესე ვთქვათ, ესე არ შეინახავს ეს ბიჭიაო თან ჩემიო ესე მითხრა. ესე სათუთად ქონა მოვლილი საფერ იმაში რა ქვია ფარეხში ეხნა ავტოფარეხში ეს მანქანა და მე მინდა ახლა გაჩვენოთ ანუ დაკოქიდო ახლა ეს მანქანა. აგერ მიუხედავად იმისა რომ ტარა სალონი აქვს ორკაციანია რა, ორი კაცისთვის არის გათვლილი. მე ყოველთვის ესე ხუმრობ ხოლმე მე ვიცმევ მანქანას და არ ვჯდები მანქანაში ჩემი საფრანგობიდან გამომდინარე. აჩვენებთ რომ აქვს გავლილი მანქანას 4000 მაილი, ცოტა მეტი. ესეთი ფერებშია სავარძლები. და მოდი ესე ვთქვათ ტესტ დრაივი გავიაროთ. მინდა ავიყვანო ეს მანქანა. ტრაილერს. საკმაოდ ესეთი რაღაც სულ სხვა შეგრძნება რა, იტალიური მანქანა გამოირჩევა ყოველთვის მქონია შეხება და ამ ბოლო წლებში ვერხედავთ ნახელად რესტარია პარკინგი, სადაც შეუძლია ბუსს გააჩეროს და მოისვენოს. ხო ზოგადად იტალიურ მანქანაზე მქონდა საუბარი, ამ ბოლო დროს ძალიან დახვეწეს ესე ვთქვათ რა, არ აკლდათ, მაგრამ ბოლო წლებში რაღაც პასიურობდნენ და ესე მანევრირება ძალიან კარგი აქვს ესე ვთქვათ. მოკლედ დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.